ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელის რწმუნებული ლერი წივილაშვილი დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ორი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით. დეტალებით გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გენო, კონკრეტულად რა რაოდენობის ქრთამზეა საუბარი? საგამოძიებო უწყება ახალსოფლის რწმუნებულს ლერი წივილაშვილს 5,000 ამერიკული დოლარის აღებაში ადანაშაულებს, როგორც გამოძიებით დადგინდა მან ეს თანხა მარტყოფის ტერიტორიაზე შენობის ასაშენებლად შესაბამისი დოკუმენტაციისა და ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ერთ-ერთი მოქალაქისგან აიღო. ამასთან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებამ კიდევ ორი სახელმწიფო მოხელე, ამჯერად წალკის მუნიციპალიტეტში მომუშავე სახელმწიფო მოხელე დააკავა, რომელთაც იგივე ბრალდება წაუყენა, ოღონდ ამჯერად მათ ქთამის სახით 7,000 ლარის აღებას ედავება. როგორც გამოძიებით გაირკვა, ლერი წივილაშვილმა მარტყოფის ტერიტორიაზე შენობის ასაშენებლად სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქალაქისგან აიღო ქრთამის სახით 5,000 ამერიკული დოლარი. ასევე დაკავებულია წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარქის ოგანესიანი და მასთან ერთად სოფელ კაბურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რობერტ მაზმანიანი. დაკავებულებმა წალკის ტერიტორიაზე არსებული 300 ჰექტარი მიწის დროებით გასხვესების სანაცვლოდ მოქალაქისგან აიღეს 7,000 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლო მათთვის აღკვეთი ღონისძიებასთან დაკავშირებით უახლოესი 48 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს. აქედან გამომდინარე სასამართლოს ხდომა დღეს ან ხვალ დღის ბოლომდე ჩატარდება. დიდი მადლობა, გენო ოსიყმაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.